ნინო, აი დაგინახეთ. განცხრომაში ხარ? ესე იგი, დილამ შვიდობის მაკოტაკა ხა მიუსვამდი საქართველოს განცხრომაში ვარ, კახა მართალი ხარ და ისეთი რთული ვარჯიშები გამაკეთებინა. დილიდან მავარჯიშებს, ოღონდ მართლა თან აქ არის, არ შეიძლება ხმაური, მე ხა ყუდროებას მედალიკა, უბრალოდ ხო, აშკარად მაგას ვაკეთებს კი? დილიდან არ მკაცრი პედაგოგია როგორ? ძალიან მკაცრია. ეხლა რა მაინტერესებს, იცი? ეს აი აქ რამდენი ხალხიც არის, მოდიან სპეციალურად რომ იოგისთვის მოდიან, ხო? და ხალხს დღეს წვიმა არის ალბათ აი ზარ ცოტა ქართული პუნქტი. ხო? რომ ვიცით და უფრო მეტი მოდიან ხოლმე რა უფრო. იცი რა მაინტერესებს, ამდენი უცხოელი რო გყავთ, რითი შეატყობინეთ, როგორ გაიგეს თქვენი არსებობის შესახებ, რომ აქ აქციას მართავდით თქვენ ამ სასტუმროსთან დაკავშირებით, როგორ მოვიდნენ საერთოდ? Couchsurfing-ი არის ეგეთი საიტი, სადაც ყველა უცხოელს შეუძლია თავისუფლად მოსვლა და უფასო დარჩენა ნებისმიერ ადგილას. ჩვენმა მეგობარმა განათავსა ეს ინფორმაცია საიტზე და სხვა ჰოსტელებში რაღაც მაქსიმალურად გავავრცელეთ ინფორმაცია და მაგით მოვიდნენ მერე. ჩვენ რაღაც ჩემი კეტები აიღო და ისეთი სჭირდება და დავიწყოთ ვარჯიში. მოდი ეხლა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენებ და მეც ცოტა ხანი ჩუმაც ვიქნები და ვივარჯიშებ მათთან ერთად. თუ ერთი წუთით შეიძლება. რა გავაკეთო? იმიტომ რომ გითხარით, მე რა საქხმაური არ შეიძლება. მოდი ახლა ვივარჯიშებ მე მათთან ერთად, ცოტა ხანი დამაცადეთ, ხო ლიკა? თან აქ ხა ძალიან უმარტივდებათ და ჩემთვის კი ძალიან რთულია. თავიდან რომ დავიწყე, კვდებოდი რასაც ქვია, მაგრამ მე რა კარგი არის, იცი? ხარი მე მგონი დილისთვის ძალიან კარგი არის ეს გამამხნებელი ვარჯიში. სები მე ძალიან მაგარი არის, მთელი დღე არ იღლები, რასაც ქვია. სურვილი გიჩნდება რომ დიდი ხანი იყო აქ, ხო? ვაი მე და ეს გიშვება ჩვენი ფრანკი იოგის მა ძალიან არასწორად რომ ვაკეთე. გონინდა იხანი ვარჯიშია, მე რომ ხარეს და რაღაც არ გამოდი. არის ყოველდღიურით რო იარო. Look at your hand up 5 breath. ანუ ეს იცი რა ლიკა? ეს ადამიანები აქ პარტიზანებიან და აქ ცხოვრობენ. თან მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომელიც უბრალოდ ვაკის პარკში სეირნობს დილას და თქვენ რომ დაგინახავთ მოწონთ. კი ძალიან მოწონთ ხოლმე. და მოდიან ბავშვებით, არ ვიცი ყველანაირად სავარჯიშოთ. თან რა უცნაურ პოზაში არის ყველაფერი. რა გავაკეთო? ეხლა რომ ესე ვდგება, მე მგონი არასწორად და მცემს. ეხლა თქვენი მასწავლებელი მე. გულში საყვარელია. ვიცი ხო გავიცანი სხვათა შორის, მაგრამ თან მიკროფონი და თან ვარჯიში მე არ გამომდით. ირწული არის აშკარად. შენც მე მგონი არ ხარ ნავარჯიშები. არა, ერთი კვირა დავანებეთ, ახლა დავიდა. ილით ჩემ. ნებდი. ძალიან ცუდი რაღაცა. და რამდენად კმაყოფილი არის ჩვენი პედაგოგი დილიდან გონი, ეხა ჩვენი დიდად არ მოწონთ. ჩვენ დიდად არ მოწონთ. მაგრამ დილაობით კი თვითონ თავისი ინიციატივა იყო. აი ხა ეს სხეულს აფხიზლებს თუ იცეს ის ვარჯიში. ანუ გამაჯანსაღებელი არის, თან სუნთქვაზე ორიენტირებული ვარჯიშია და მე უკვე რა დავიღალე არასწორად სუნთქვა სავარაუდოდ. კი. ხო, სუნთქვაზე არის თავარი. და სიწყნარეზეც ცოტათი. სხვათა შორის თქვენი ძაღლებიც აქტიურად არიან აქ ჩაბმული. ეს რა ხდება ეხლა? წეღა მომეწონა რომ დაგვაბზრიალა და სხვათა შორის სანამ ეთერში შევიდოდით ძალიან საინტერესო კი ძალიან გამოსაფხიზებელი ვარჯიში. რა დილით ადულად გამოვხიზეთ. მე შეგვიძლია თავისუფლად ვაჩვენოთ, ხო? ეს ფრანკი არის, მე როგორც ვიცი ინფორმაცია არის. გასწავლის ნეტა იოგას. არა, მოგზაურობს როგორც 15 წელია წამოსულია და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს ეს. ალბათ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იოგის არა ამას ვერ ვაკეთებ, რომ არ შემიძლია. მე მაპატიეთ, მაგრამ მაკოტაკა ხა აქ ისეთი რთულია. ამის გაკეთება თქვენ მარტივი გონიათ და რა გავაკეთო? ნინო, ჩვენ მივხვდით, რომ შენ გაგიჭირდებოდა, იმიტომ რომ იოგას სიწყნარე ჭირდება და ნაკლები ენერგიულობა ალბათ და შენთვის არ არის შექმნილი იოგა. ან შენ არ ხარ შექმნილი იოგისთვის.
ან ორივე? ერთმანეთისთვის არ სხვათა შორის იოგა მართლა მე არ ვიცი იოგით. არ ვარ ჯიშობ, მაგრამ ტრენაჟერებს უფრო შეჩეული ვარ მე ვიდრე ეს ვარ. მე მგონი ეს უფრო კარგია. როდ უკეთესია, იმიტომ რომ სუნთქვაზე არის, აი ასწორად რო ისუნთქვა არც დაიღლები. და თქვენ კიდე გაქვთ იმედი რომ მოვლენ აქ სხვა უცხოელებით? კი, სხვა შორის მაისისთვის კიდე 15 ადამიანს ველოდებით. ყველა აქ უნდა დაბანაკდეს? არ ვიცი ხო, ალბათ. მე მგონი სურვილი ამის მერე ყველას გაუჩნდება, არა მარტო უცხოელებს, არამედ ქართველებსაც. დიდი იმედია რომ შემოგვიერთდებიან. თუ აი ეს მე მგონი ანტიპათია ამათიხა. და რა აი ესეთი წარწერით დამხვდა ნახეთ, ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ეს იცი მაინტერესებს. მენები დილის 9 საათზე არიან იოგათი დაკავებული და რა თქმა უნდა რომ ტელევიზორს არ უყურებენ და მაგრამ ტელევიზიით თუ იოგის გაკვეთილი გადაეცემა მე მოკლედ აი ესე დაგიდგები ერთი სიტყვით მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა ისიამოვნო ჩვენი იოგის გაკვეთილით მე ვაკი თუ გაქვთ სურვილი რომ დილიდან აქტიურად და ჯანსაღად იყოთ მობრძანდით ვაკის პარკში დაგხვდებიან ჩვენი ფრანგი პედაგოგი რომელიც აუცილებლად გავარჯიშებთ ოღონდ არ უნდა იხმაუროთ თავარი არის წესი რომ არ უნდა იხმაუროთ ობა აი კარგი კადრი იყო ოპერატორს თხოვს გააგრძელოს კადრი დაგხვდებათ აუცილებლად კი არა ძაღლების ერთობიან კახა ასე რომ არ არის პრობლემა ყველა კარგი ძაღლების ერთობიან რა ვქნა ყველაფერი კარგად რადგან ჩვენთვის ესე დილიდან აჩვენეს ჩვენს მაყურებელს შენც ლიკა ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი მასპინძლობისთვის მოკლედ მე უნდა დაგემშვიდობათ კარგად გძანდებათ მე მომწონს აკაური გარემო იმიტომ რომ კარგად დაიწყო ჩართვა რაღაც ხელში ეჭირა ჩვენს მეგობარს მე ძაღლებიც აკოცნავდნენ და მოკლედ ნუ შვენიერი გარემოა ვაკის პარკში ვიცავთ ხეებს გაჩეხვისგან და კარგია